მოგესალმებით, მონაგარი კვლავ ტელეკომპანია პულსის ეთერშია. მე ძალიან საინტერესო გადაცემა მინდა შემოგთავაზოთ ჩემს არაჩვეულებრივ კოლეგასთან ერთად, ბატონ ვახტანგ კაცარავასაც, რომელსაც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი და შეიძლება სრულად საქართველოს იცნობს. ბატონი ვახტანგი გახლავთ თორაკოქირურგი, პულმონოლოგი, რესპირატორულ დეპარტამენტის უფროსი გახლავთ ინგოროყოს კლინიკაში და ამავდროულად ის გახლავთ გულმკერდის ქირურგიისა და ენდოსკოპიის პროგრამის ხელმძღვანელი სამედიცინო უნივერსიტეტში და ამავდროულად რაც ყველაზე მთავარია სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი. სრული პროფესორი. დიდი პატივია მონაგარისთვის თქვენ პირველად სტუმრობთ ჩემს გადაცემას. მე ჩემ კოლეგა ექიმებს ყოველთვის ვეკითხები ხოლმე, რა თქვენ ჩემთვის ხართ ერთ-ერთი გამონაკლისი ექიმი, უკვე გამონაკლისებით ისე ჩამოსაკვირველები დარჩნენ ჩვენ სინამდვილეში, რომლებიც მუდმივად ხასია. მე მივხვდეთ რომ პრაქტიკულ თქვა სამედიცინო საქმიანობაში ჩამოშორებული ვარ, არ წარმომიდგენია რომ ექიმს ტელეფონი უნდა ქონდეს მოშორებით. თუნდაც ის ჩვილი ბავშვის მომვლელი იყოს და გვერდზე ეძინოს, რა ვიცი, ყველაზე დაუცველ ადამიანთან, რომლის დაფრთხობა შეიძლება ტელეფონით არ შეიძლებადეს. მე არ წარმომიდგენია ექიმს კონდეს ტელეფონი გამორთული და ის იყოს მშვიდად, მაშინ როდესაც მის უკან დგას პაციენტების ძალიან დიდი კოჰორტა. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც საქართველოს სინამდვილეში, როცა ძალიან ჭირს ხოლმე ექიმის მოძიება, ხართ მუდმივად ხაზზე, ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მე დიდი ხანია თქვენ უკვე გეპატიჟებით რომ ეწვიოთ მონაგარის სტუდიას. ერთგვარი მადლიერებას მინდა გამოვხატოთ და ამავდროულად რასაკვირველია ბევრ საკითხს თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. ჩემს კოლეგებთან ხშირად ვიწყებ ხოლმე ასეთი შეკითხვით. ბატონო ვახტანგ, რა უნარები უნდა ქონდეს განსაკუთრებული და გამორჩეული ადამიანს, იმიტომ რომ მე არ გამიჭირდება ჩემო ძვირფასტელე მაყურებელს ვუთხარ, რომ ექიმობა ნამდვილად განსაკუთრებული პროფესიაა და მე ამას ყოველთვის განსაკუთრებულად ვამბობ, 10 ჯერ და 100 ჯერ დავაბადებულიყავ, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი და ამ განსაკუთრებული პატივისცემა მექნებოდა ჩემი კოლეგების მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ რამე თუ ჩვენ ვემსახურებით ადამიანის სიცოცხლეს და როდესაც ადამიანი აკეთებს არჩევანს იმისათვის, რომ ამ მთელი ცხოვრება სხვის სამსახურში გაატაროს, ეს ჩემთვის არის ძალიან, ასე ვთქვათ, ქეცვი ხრი ყველა ჩემი კოლეგის წინაშე და მინდა გითხრათ, რომ რა უნარები უნდა ქონდეს ექიმს? აი რა არის განმაპირობებელი პირობა იმისი, რომ შენ ცხოვრების გზაზე არჩევანს აკეთებ ძალიან ბევრ პროფესიას შორის და იღებ ძალიან რთულ, ფრთხილად, სახიფათოდ, ეკლიან, მძიმე, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი მადლიერებებით და ბედნიერი წუთებით სავსე ცხოვრების გზას. აი რა თვისებები უნდა ქონდეს ექიმს? დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში ძალიან მიხარია რომ ამ სტუდიაში ვარ დღეს. და ესე იგი თქვენთან ურთიერთობა მედის მთელი რამდენი ხანი. ეხლა მე ესე ვფიქრობ, სულაზე ზნეობრივი პროფესია არის ექიმობა. ესე იგი, ამიტომ ვთვლი რომ ზნეობა მთავარი ექიმს რო ქონდეს ზნეობას. რა ვლაპარაკობ ამას? აი თქვენ ნახეთ, აი რომელ პროფესიაში არსებობს რაღაც ფიცი. ჩვენი ფიცში რა დევს? აი ზნეობა დევს. პირველი. ესე იგი გიყვარდეს შენი მასწავლებელი, ისევე როგორც შენი მშობელი საკუთარი. გიყვარდეს მისი შვილები, ისევე როგორც შენი ღვიძლი ძმა და ასე, ხო? და ესე იგი გიყვარდეს შენი პაციენტი. და არ დაუშავო. აი ეს არის ზნეობა. აი აქედან გამომდინარე, ესე იგი პიროვნება, რომელსაც ეს არ შეუძლია, ეს ექიმი არ უნდა გახდეს. ჩვენ ეს არ არის კომფორტზე მორგებული პროფესია. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი იბადება ექიმად. მესერფლი. არ შეიძლება გახდე ექიმი. შენ მოწოდებით ექიმი. განსწავლა ხდება ცხოვრებაში ექიმად განსწავლები, მაგრამ იბადები ექიმად. ესე იგი არის ესეთი ფრესკებიც არის სხვათა შორის ესეთი ხატიც არის. მართალია კათოლიკურ ეკლესიაში, ესე იგი ექიმი როგორც ქრისტე ადგას, ესე იგი პაციენტს. ესე იგი ჩვენ ექიმები ვართ, აი მოვლენილი ღმერთისგან პაციენტად. და აი ამ პასუხისგებლობას უნდა ვგრძნობდეთ. თუ ჩვენ არ შეგვიძლია ეს პასუხისგებლობა ვიგრძნოთ, არ შეგვიძლია რომ აი ეს მძიმე ეს დავალება შევასრულოთ უფლისგან, მაშინ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ექიმები. ეხლა მე ვახერხებ თუ არ ვახერხებ, ესე იგი მე არ ვიცი ეს სხვა უნდა თქვას, მაგრამ მე პირადად ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ხანდახან აი უძირო ღამე ან დაიღალე ძალიან პაციენტებისგან ერთი ოპერაცია, ორი ოპერაცია და მე ამის მერე კიდე 25 პაციენტი მიიღე, ხანდახან ძალიან იღლები ადამიანი ხარ და მაგრამ დავждები და ვიფიქრებ, აი დაუშვათ.
დავიწყო ყველაფერი თავიდან, რა გავხდი, ექიმი გავხდებოდი ისევ. ზოგი ჩემი კოლეგა იძახის არავითარ შემთხვევაში მე ეს არ გავივლიდი ამ გზას, არ მინდა, იმიტომ დაუფასებელი შრომა და ასე შემდეგ, მაგრამ მე არ ვეთანხმე, დაფასებულია, როგორ არ დაფასებული. მე შემიძლია მოგიყვეთ ერთი ეპიზოდი, ცოტა სასაცილო ჩემს ცხოვრებიდან. ერთხელ მდგევარ ქალაქის ცენტრში, მაშინ ახალი შემოსული იყო მობილურები და ჩემ გოგონას უყიდე მობილური და უნდა გადამეხადა აუცილებლად ოფისში. მაშინ არ იყო ეს. რაც შესაძლებლობები ტელეფონთან სხვა რაღაც გადაგვეხადა და მივედი ის ერთ-ერთი ოფისი იყო ეს გვერდზე იმასთან სპორტის სასახლესთან და მოვდიოდი და შევიდე და ორი კაცი შემხვდა, ორი ექიმი გაიხსენა ის როგორც მაგადავარჩინე, მეორე როგორც სიდადი გადაურჩინე და ამ დროს მოდის ნახევარი ტაბორი, ერთი 30 ქალი, ბოშები. ხო და ზოგს რა უჭირავს ხელში, ზოგს ბრიტვა, ზოგს დასკი, ზოგს ტუფლი და დაბინახეს და სულ რუსულად ვიტყვი, რუს თქვეს. ой, доктор ჯალ ვახტანგ, და დაშ დოქტორ და მოვარდნენ წრეში და ესე იგი მომაქციეს და ზოგი ცხვის ახოც ჩუქდი და ზოგი ნასკს ჩუქდი და მართალი ტუფლი არ უჩუქებიათ. ეს იყო და ეს ისე გავეხარდა და ესე იგი და ვიგზენი რომ ტყილად არ მოსულა არ ქვეყნად. თუ აი ასე მადლიერება მივიღე. ამიტომ ექიმობა ძალიან დაფასებული შრომაა. მე ესე ვფიქრობ, იქ მაინც დაფასდება. მე ესე ვფიქრობ. აქაც დაფასებულია. რა თქმა უნდა, დაფასებული არის, უნდა იყო პატრიოტი ესე იგი ასია. ამიტომ უნდა 24 საათი თუ აიჩეს პროფესია უნდა ემსახურო ხალხს. და ყოველთვის შემოწაფებს ვეუბნები, ერთი რამე ბავშვებო დაიმახსოვრეთ. ჩვენ არა ვართ ავადმყოფი. ჩვენთვის არ არის ავადმყოფი, ჩვენ ვართ ავადმყოფებისთვის. ეს ფრაზა მთავარი. ეს არის რომ უნდა გქონდეს ყოველთვის შემსახურებაში ხარ. ეს ფრაზა მთავარი. რომ ჩვენ ვართ ავადმყოფისთვის და არა პირიქით. მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი რამაა იცით რა თქვენ ძალიან ეხლა ყოველთვის ჩვენი პროფესია ბედნიერებაა რომ ბევრ ადამიანს როცა შენ კვალიფიციური ექიმი დგები ეხმარები და ბედნიერება როცა მის განკურნებაში იღებ მონაწილეობას ეს არის ჩვენი ბონუსი რომელსაც არაფერში არ იზომება და არაფერში არ აი თქვა ვერ გაზომავ ამას ესეთი დიდი ბედნიერება მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენ მარცხდებით ხოლმე დაავადებასთან წლები როცა გადის და დიდი ხანი მუშაობ აი ეს ემოცია უფერულდება და ეჩვევი ამაბავს არავითარ შემთხვევაში თუ თითოეული ესეთი შემთხვევა ისევ აი რაღაც მეგონი უფრო ის ხდება ძაფრი დამტკივნეული დიახ უფრო ძაფრი ესე იგი უფრო ბედს განვიცდით უფრო ღრმად განვიცდით როცა ეს მოხდება როცა მარცხდები ავადმყოფთან ავადმყოფთან ბრძოლაში მარცხდები უფრო ძაფრი რეაქცია გვაქვს და უფრო მეტად განვიცდით ახალგაზრდობაში ნაკლებად იყო ეს გზნობა ეხლა ძალიან ამიტომ ესე იგი ძალიან ბევრი კარგი ექიმი ჩემი მეგობარი გამომეცალა თან ახალგაზრდა ასაკში მიდე ხო რასაკვირველია ცოტა განსხვავება ექიმების გაცნობისგან ეს ყველაფერი ხო გულზე ნაიარებს ტოვებს ყოველთვის ყველა წარუმატებელი ბრძოლა ნაიარებს ტოვებს გულზე და გული სულ სერიალებით გახსოვთ აი მე სულ ამბობ ხოლმე რომ აი ყველა ავადმყოფია მე ჩემი პროფესიით ბედნიერება ამიან გინეკოლოგი გახვალ და როცა შეხება მქონდა თქვათ კლინიკასთან უფრო დიდი დოზი ჩვენი ცხოვრება უფრო ბედნიერებასთან მაგრამ თუ ერთი წარუმატებელი თუნდაც აი რაჩობილები ეს თითოეული ბავშვი თითოეული კლინიკასთან მიახლოების დროს ჩემს მეხსიერებაში ეს ყოველთვის ცოცხლობს ის არასოდეს არ გავიწყდება აი ნუ ეს არ ვიცი ხა ამას არაფერი არ შე აი ამიტომაა რომ ძალიან სტრესებით სავსეა ჩვენი ცხოვრება ესე იგი აი 10 და ასეულობით გადარჩენის სიცოცხლეს ხანდახან ერთი ისეთი გადაწონს და აი აქედან მოდის უკვე პროფესიონალური პასუხისმგებლობა ეს ბოლო პერიოდში მე ძალიან ბევრს ლაპარაკობ რომ მედიცინა ძალიან ესეთი რეაქტიული სიჩქარით ვითარდება და ძალიან ძნელია მიყვე აი ამ სიღრმეებს. ეხლა სულ მე ვლაპარაკობ და ხშირად ჩემ მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვარჩევ ხოლმე აი როგორ უნდა შეიცვალოს სწავლების სისტემა, რომ აი ჩვენ დროს უჯრედიდან აზროვნება ითვლებოდა ყველაზე დიდი მიღწევა და ეხლა რაღაც ისეთ სიღრმეებშია ჩასული, იმდენი პრეპარატი შემოდის, იმდენი რაღაც აი დამატებითი ახალი ინფორმაცია გჭირდება, ისეთი აგრესიულია ფარმაცევტული გარემო, აი ამას სულ ამბავს ვამბობ, რომ აი ძალიან ძნელია გაარჩიო, ამოარჩიო, ანუ
გარდა იმისა, რომ შენ 24 საათი დაკავებული ხარ პაციენტით, ამავდროულად ერთი დღე თუ გამოტოვე და არ იკითხე, შენ უკვე კარგად კვალიფიკაციას, შენ ვეღარ მიყვები თანამედროვე ნაბიჯებს. ეს ძალიან ბევრი ნაწილისაგან შედგება, ესე იგი ჩვენი პროფესია. აი ამ გარემოში არ გიჭირთ, როგორ ახერხებთ? არიან ახალგაზრდები შემოკრებილი, რომლებიც ვითარდებიან, რომლებიც მიყვებიან ამ თანამედროვე, აი ვთქვათ, მიმართულებებს, იხილავთ ერთად თუ აი ან როგორ ახერხებთ, ვთქვათ, აი ამ ფარმაცევტული აგრესიისაგან შემოვლას და აი ბევრი პრობლემაა და აი თქვენ როგორ ფიქრობთ მაინც რა არის? კი ბატონო, საერთოდ ზომიერებაში სიბრძნე. ზომიერებაში ხო, ესე იგი რაღაც არ უნდა გადავიხაროთ არც მარცხნივ, არც მარჯვნივ. უნდა ერთი რამე კარგად გვახსოვდეს, რომ ჩვენი პროფესიონალიზმი დაფუძნებულია ცოდნაზე, აი იმ ცოდნაზე, რომელიც გვაძლევს საშუალებას პირველი, ესე იგი დასვათ სწორი დიაგნოზი. ეს ძალიან რთულია, ხო? მეორე, ფარმაცევტული განათლება არის აუცილებელი. რა თქმა უნდა, ახალი ტექნოლოგიების შესწავლა, დანერგვა, აი მე პირადად საქართველოში ბევრი რამე გავაკეთე ჩემ კოლექტივთან ერთად პირველი, ხო? მაგრამ აი ისე ვიტყვი, რომ ზნეობა არის მთავარი. აი უნდა იყოს ზნეობრივი ყველა მიმართულებით. რაც ავადმყოფისთვის სარგებელია, ეხლა თქვენ გაიგებთ, რაზე ვსაუბრობ, ფარმაცევტებთან და ფარმაცევტულ სამსახურებთან დაკავშირებით, ხო? რაც სარგებელია პაციენტისთვის, მარტო ის უნდა გამოიყენო. რაღაც არ უნდა გადაგწოდოს არაფერმა სხვამ. აი მაშინ მაშინ იქნები წარმატებული როგორც პიროვნება და იქნები წარმატებული როგორც ექიმი და მაშინ დაიმსახურე პატივისცემას გარშემო შენი კოლეგების და შენი პაციენტების რასთან. თუ ყველაფერი იცის. რა თქმა უნდა. ასე ვთქვათ. ეს ხო ისე გამჭვირვალეა, ხო? მithumedes ეს ღარიბ ქვეყანაში როგორც საქართველოს ვფიქრობ ხოლმე, რომ აი როგორ უნდა მოგიბრუნდეს ხელი და აი თუნდაც ესე არამავნებელი და არასარგებელი ეს თუ თანაბრად რო იდოს სასწორზე, რო იცი რომ აი ხუთი პრეპარატიდან ძირითადს და შედარებით მეორე ხარისხოვანს ვერ გამოარჩევს ადამიანი და შესაძლებელია ყველაზე მნიშვნელოვანი გამოტოვოს. აი როგორ უნდა მოგიბრუნდეს ხელი და გამოწვევი ხშირად მიფიქრია ამაზე, სად გადის ეს ნეობის ზღვარი? რა თქმა უნდა, აი ახლა ვარ ზუსტად. ხო, აი სად გადის ეს ნეობის ზღვარი? კარგად ჩამოყალიბეთ. ახლა უყურეთ აი რა ვიცი ახლა როგორ უნდა მიიღოს პაციენტმა 15 წამალი დღეში ეხლა აი მინდა ეხლა მოვიდე ასე კი როგორ ახერხებთ ეხლა თქვენ შემთხვევაში თქვენ უზარმაზარ დეპარტამენტს ხელმძღვანელობთ ამავდროულად თქვენ ზრდით კადრს და თქვენი ხელმოწერის გარეშე თქვენ სფეროში ვერც ერთი ექიმი კლინიკაში მუშაობას ვერ იწყებს აი მე არ წარმოვიდგენია რომ კიდევ განსაკუთრებულად ხარს უსვავ აი ფარმაცევტულ კომპანიებს და მათ ასე იგი დიდ კონკურენციას გარემოში ასე ვთქვათ კულტურულად როდესაც გიწევთ ვთქვათ ქრონიკული პაციენტი ხა თქვენ შემთხვევაში საკმაოდ რთული მიმართულებაა ეს ხო ხშირად გვყავს მაგათ რესპირატორული დაავადებები ერთ-ერთი უდიდესი წამყვანი სფეროა მედიცინაში როდესაც თქვენ კლინიკაში წევს პაციენტი და ხშირ შემთხვევაში თქვენ გარდა თქვენ გიწევთ კიდევ ესე იგი დამატებით თქვენი კოლეგა სხვა პროფილის ექიმების კონსულტაცია ისინი თავის დანიშნულებას აკეთებენ სხვადასხვა გარდა თქვენი რადიოლოგიური კვლევებისა კიდე სხვა დამატებითი კვლევები რაღაცას კარნახობენ და იძულებული ხართ რომ ხანდახან ის ჩამონათვალე პრეპარატებიც იყოს ძალიან დიდი რადგან 7-10 პრეპარატი შეიძლება ავიდეს სხვადასხვა ექიმის მოსაზრებით ასაკურველი საბოლოო სიტყვა ვის განყოფილებაშიც წევს ის აკეთებს ამ ნუსხის გადახედვას და მაქსიმალურად ოპტიმიზაციას ხო ძალიან მნიშვნელოვანია რომ 10 წამალი არ შეიძლება სარგებელი იყოს პაციენტისთვის ჯერ კიდევ ჩემ დროს მე ხშირად ვამბობ ხოლმე ხა მე კარგად არ ვარ ჩახედული ხა სამედიცინო უნივერსიტეტების იმიტომ მრავალფეროვანი გახდა ჩემ დროს ჩემი უნივერსიტეტი იყო ჩემი ინსტიტუტი იყო სამედიცინო მხოლოდ და მე როცა ვამთავრებდი უკვე რამდენიმე ჩანასახი გაჩნდა რამაც ძალიან დააგდო კვალიფიკაცია იმიტომ რომ სპეციალისტები არ ხო მაგ ბევრი რამ გაჩნდა პედაგოგები არ ყავს თავი საჯერ რამდენი პედაგოგი სადაა რომ ყველა ინსტიტუტს ეყოს და მეორე არის ჩემს დროს სამედიცინო ინსტიტუტში მიდიოდა საუკეთესოთა შორის საუკეთესოები აბარებდნენ და ჩვენ შორის იყო ძალიან დიდი კონკურენცია ამავდროულად მინდა გითხრათ და მე პირველ წელს აბარებდი 2-5 და 2-4 დაფჭი გარეთ იმიტომ რომ სტაჟი იყო ერთი ქულა იქ რაღაცა იყო და წარმოვიდგინეთ ეხლა მაგრამ გული არ დამწყვეტია იმიტომ რომ ხეცების კონკურსი იყო ასე ვთქვათ და იცოდი რომ
მეორე წელს 4-5 ჩავირიცხე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეცადინეობდი და იყავი ამბავში, რომ გინდოდა რომ რაღაცა გაკეთებინა. მაგრამ ეხლა მე რას ვფიქრობ, აი ამ ჩვენი სწავლის პერიოდში ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდათ კლინიკური ფარმაკოლოგია. ერთი მიმართულ სფერო, სადაც ჩვენ დიდად შეიძლება არ მოგწონდა სტუდენტობის დროს, იმიტომ რომ იმდენად რთული იყო ეს სწავლების ურთიერთქმედება კლინიკური, მაშინ რა სიღრმეებიც იყო იმ დონეზე. ეხლა ისეთ დონეზე წავიდა, ეხლა მონოკლონური სხეული მაშინ არ იყო და რაც იყო იმას ვსწავლობდით, ხო? აი, ჩემთვის არის წარმოუდგენელი. სად გაქრა? აი, ჩვენ ვისწავლეთ და დავტოვეთ ინსტიტუტში ეს ცოდნა. მე ხა უკვე ამ გადმოსახედიდან როგორც ჯანდაცვის ორგანიზატორი საკმაოდ დიდ მიმართულებას ვგურირებ. არც ერთ კლინიკაში არ არსებობს კლინიკური ფარმაკოლოგის შტატი და მით უმეტეს არ არსებობს განყოფილება. ეხლა ერთი ადამიანი ამას რომ ვერ წარუძღვება, ორი აზრი ამაზე არ არსებობს. აი თქვენ როგორ ახერხებთ და გიჭირთ თუ არა ამის გარეშე და გიფიქრიათ თუ არა, თქვენ ვიცით უზარმაზარი დეპარტამენტის ხელმძღვანელობით და დირექტორატთან ერთად ამს ჯელობთ, იქ უნივერსიტეტში. აი რა უშლის ხელს იმას, რომ მოხდეს ამისი ინიცირება და თქვათ ლაპარაკია შეიძლება სახელმწიფო დონეზე ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღოს, მაგრამ ჰოსპიტალს უნდა ქონდეს თავისი შიდა ორგანიზაციული გადაწყვეტილებები, რაც მის მუშაობას გახდის ეფექტურს. ანუ მე ხშირად თუ ამბობ ხოლმე, რომ რა გინდა რეგულაცია დადო საუკეთესო, თუ ჰოსპიტალური მენეჯერი არ აზროვნებს კლინიკურად თუნდაც და მას არ ყავს კლინიცისტი მოადგილე ამ მეორე მენეჯერი კლინიკაში მიმართულებით, შეუძლებელია რომ ამ მიიღოს ორი გადაწყვეტილება და რა ეფექტურობაზე იყოს ლაპარაკი. ეხლა ჩვენ მხრიდან ვცდილობთ, რომ აკრედიტაცია გაიაროს, რაღაცა ინფრასტრუქტურა მოაწესრიგოს, იყო ლაბორატორიის ხარისხი მაღალი იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, როცა შენ პაციენტის სარეცელთან რჩები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკურ აზროვნებას და კლინიკურ ფარმაკოლოგიურ დახმარებას. მით უმეტეს აი ამ ახალ ფარმაცევტულ ინდუსტრიის აი ესეთ შემოტევაში. აი როგორ ვფიქრობთ, აი რა არის ეს პრობლემა? ხო, და ეხლა იქიდან დავიწყებ, რომ ფარმაცევტული კომპანიები რო ის სიკეთეც მოაქვთ ეხლა, თვათ ის არ არის, რომ ძალიან მარტო ესეთი რაღაც. ესენი ამ დონეზე ახსნიან ყველაფერს. ესე იგი, სიკეთეს საკეთებენ, ესე იგი კონფერენციებს აწყობენ, სპონსორობენ კონფერენციებს, სამეცნიერო კონფერენციებს, ეხლა როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი რესპირატორული ასოციაცია საქართველოში, ძალიან გვეხმარებიან, ესე იგი ფარმაცევტული კომპანიები ამ რაღაც ფორუმების ჩატარებაში, სპონსორობას გვიწევენ საერთაშორისო კონფერენციების ჩატარებას და ასე შემდეგ. შემოგთ ახალი ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერს თავის საზღვარი აქვს, რა თქმა უნდა. და აი ის რომ თქვათ როგორ ჩვენ კლინიკაში, იგოროვის კლინიკაში როგორ ვერევით ამ ამბავს, ჩვენ ტრენინგებს ვატარებთ ტრენინგებს, ხა ჩვენთან ძალიან ესეთი უნიჭერესი ახალი კლინიკური დირექტორი ყავს, ბატონი კახა ჯელიძე დიახ და ის მისი თაობებით, ესე იგი მისი ინიციატივით დავიწყეთ ყოველ 4 შაბათს გვაქვს ტრენინგი სხვადასხვა თემებზე, მაგრამ აუცილებლად იქნება ტრენინგი, ეს შეეხება მედიკამენტებს, ეს ახალ მეთოდებს, ეს ჩვენი გამოცდილების გაზიარებას დაუშვათ და ასე ესწრება როგორც წესი მთელი პერსონალი და ახალგაზრდა რეზიდენტები და ასე შემდეგ. და ეს ძალიან კარგი სიახლეა ჩვენს კლინიკაში და ეს ძალიან გვეხმარება ჩვენ, რომ აი ეს პრობლემები გადავწყვიტოთ, რაც ეხება ახალ მედიკამენტებს და როგორ გამოვიყენოთ, რა გამოვიყენოთ და ასე შემდეგ და გვეხმარება გავზარდოთ ახალგაზრდები. ხო? ესე იგი თან ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარეო და აი აქ კიდე იმას ვშვებით ჩვენ ეთიკის საკითხებს ვდებთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებთან ურთიერთობაში, კოლეგებთან ურთიერთობაში. ანუ ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს კლინიკაში, იგოროვის სამეცნიერო კლინიკაში, აი ამ ტრენინგებს, რომელიც ესე იგი ხასიათს ჩამოუყალიბებს ექიმს და მისცემს სათანადო ცოდნას. იმიტომ ექიმს უნდა ქონდეს ხასიათი ჩამოყალიბებული, ხასიათო ექიმი, ხასიათის გარეშე ექიმი, რომელიც უნდა იყოს შეუპოვარი, უნდა იყოს ძალიან მიზანმიმართული აი განათლებაზე, რა თქმა უნდა, ეს თქვენ ბრძანეთ და ახალ ტექნოლოგიებზე, მაგრამ ესე იგი უნდა იმუშაოს ყოველდღე თავის თავზე. აი ამას ჩვენ სტიმულირებას უკეთებთ, აი ასეთი გზით. ეს არის ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. აი მეორე როცა
ინდივიდუალური პაციენტის აი დანიშნულებას ეხლა რაც ეხება აბას ჩვენ ეხლა ჩემ დეპარტამენტში ეხლა ჩვენ გვაქვს საერთო კონფერენცია დილის ხო და მე ყველა დეპარტამენტში და დეპარტამენტის ხელმძღვანელი დუბლირებას არ ესე იგი რაღაც ვარჩევთ პაციენტებს აი ამ არჩევის დროს ჩვენ ზუსტად ვლაპარაკობთ იმას, რომელი პრეპარატი დაინიშნოს, რატომ უნდა დაინიშნოს, რა დასაბუთება აქვს ამას და ეს ზრდის ახალგაზრდა ექიმებს იმ გასაღებში, რომ ბევრი წამალი არ უნდა დაინიშნოს, ხო? უნდა აუცილებლად იყოს ორგუმენტირებული ყველა პრეპარატი და როცა ორგუმენტირებულია პრეპარატის დანიშნა, მაშინ წარმოიდგინეთ, ბევრი პრეპარატი აღარ ინიშნება. 4-5 პრეპარატი საკმარისია. მე არ ვიძახი ყველა დაავადების დროს, მაგრამ ეხლა მე რამშურს ბადნაყო მოგახსენებთ თეთრი შურდი, ესე იგი მე ვწერ ხოლმე ჩვენ კოლეგებს მიწუცხოეთში მუშაობენ, აი მათ გამოცდილებიდანაც ვცდილობ ხოლმე, გარდა იმისა, რომ ვცდილობ ყველა სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანიზაციას თვალყური მივადევნო, იმიტომ რომ ყველა დაგჭირდება, რომ მუდმივად როგორც თქვენ სარეცელთან გჭირდებათ, ესე პაციენტის სარეცელთან, აი ესე ჩვენ გჭირდება სისტემის ყურებას ყოველთვის რა შეიძლება გაუმჯობესდეს. უნივერსალური ასე ვთქვათ გამოცდილება აქვს წარმატებულ ქვეყნებს, რომ ყველა კლინიკას აქვს თავისი კლინიკური ფარმაკოლოგიის განყოფილება, დეპარტამენტი, სადაც თითოეული პაციენტის დანიშნულება ჩადის პირდაპირ. ისინი უკეთებენ ანალიზს და ესენი უჩნდებიან, რომ ამდენი კილოგრამი, ამდენი წონის, ამდენი აი ამ ადამიანს ასეთი დაავადებებით, ასეთი ვთქვათ კონფიგურაციის დაავადებებისა, აი ასეთ შემთხვევაში ინიშნება აი ეს. და ამის შემდეგ 24 საათში პლაზმაში მოწმდება რა კონცენტრაცია დგება და დგება თუ არ დგება და რეალურად ის რაც გათვალეს დადგა თუ არა იქ სადაც უნდა დადგეს. აი წარმოიდგინეთ, აი მე ვფიქრობ ხოლმე რომ შეიძლება ეხლა რომ აი რაც არ უნდა ანუ აი თვითონ რამდენად გაუმჯობესებს ეს ეფექტურობას დაზოგავს არა მარტო ფინანსებს, არამედ ადამიანს დაზოგავს თავისი ჯანმრთელობით და აი სულ ვფიქრობ ხოლმე რომ მე მაინც ვფიქრობ რომ ხშირ შემთხვევაში სწორედ აი ასოციაციები თქვენ ბრძანეთ და აი ესეთი კლინიკური აზროვნება და კლინიკური შემოთავაზებები იგივე სამინისტროსთვის თუ გნებავთ, უნდა მოდიოდეს კონკრეტული პრაქტიკოსი ექიმებისაგან. არ შეიძლება რომ ადამიანები რომლებიც ჯანდაცვის ორგანიზაციაში მუშაობენ ხოლმე ზოგადი ვთქვათ აი სტრატეგიების განსაზღვრაზე ხშირ შემთხვევაში ვთქვათ ეგ ხარისხობრივ ჩვენ ანალიზს როზას უკეთებთ ხარისხობრივ მაჩვენებლებზე საერთაშორისო ინდიკატორებთან ვადარებთ ჩვენ შედეგებს, მაგრამ აი ეს კლინიკური აზროვნების ნიუანსები მაინც ასურველია რომ ასოციაციებიდან შემოვიდეს, რომ ჩვენ ადეკვატური რეაგირების საშუალება გქონდეს და სამწუხაროდ ამის დიდი ვაკუუმი არსებობს. ამას რევოლუცია ჭირდება განათლებაში, ამას ჭირდება, იცით რა, ამას ჭირდება უფრო დიდი კომუნიკაცია და მე აი მე მაგალითად ძალიან კარგი თემაა, მაგრამ ურთულესი თემაა, დღეს მაგას ვერ დავახორციელებთ. აი ეხა აქ იმდენად ჩანს რომ ეს ხარჯ ეფექტურობას იგივე სახელმწიფო თანხის აი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ისეთ დანაზოგს გააკეთებს რომ ეს სხვა რაღაცას განავითარებს კიდე პარალელურად და შესაძლებელია ის რეალური ადეკვატური ანაზღაურებაც მიიღოს რაც რეალურად თქვენი მომსახურება ღირს. აი ეს მაგალითად შევიძლია მოიყვანოთ ამის აი დღეს საქართველოში მოდაში 2 ანტიბიოტიკის ერთად დანიშნა. ხო, ნუ ეხა მოტივირებული არ არის მოტივირებული ამას ამას წინათ ერთ ჩემ ბიოლოგ კოლეგას ბიოლოგ ვთქვათ მეცნიერს ველა ვუსმენდი რომელიცაც კლინიკასთან არაფერი შეხება არ აქვს, მაგრამ ეს აღწერდა ანტიბიოტიკი როგორ უნდა დანიშნოს ექიმმა, მათ მეციან ღრმა მოქმედების მექანიზმი, ხო? აი გაოცებული ვიყავ იმას რომ ესე იგი თუ შენ იცი რომ ვთქვათ გამოუწვევი ბაქტერია როგორი წესით ცხოვრობს, როგორი გამრავლებით მრავლდება, შენ რა გირჩევნია ამის ბაქტერიოციდული იყოს თუ გაუჩერო გამრავლების აი როგორ უდგები და რა შემთხვევაში რომელი რა ვთქვათ კონკრეტულად რა გამოიყენო ეს ცოდნა დევს ალბათ აი მომეცნიერულ კვლევებში და ეს უნდა ამოდიოდეს და ეს უნდა ირჩეოდეს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ეხა ერთდროულად დანიშნო ერთი და იგივე სპექტრის და ჩვენ დროს გრამდადები და გრამოარყოფითებს უყურებთ ვირაზე მოქმედებდა ზოგადად და ეხა ისია ჩასული ეს მეცნიერები დანიშნულება შეხვედრია პაციენტები მოსულოთ ჩემთან კონსულტაციას და დანიშნული ქონდათ 2 ფტორხინილონი ერთად. წარმოგიდგენიათ. სხვადასხვა ამას წინათ ვნახეთ ჩემს კოლეგას. ან 3 ანტიბიოტიკი ერთად ესეთი რაღაცა. ენდოკრინოლოგის დანიშნულება ვნახე, ესე იგი შაქარს მაგაზე კი ას მინდა გავიმეორო. ენდოკრინოლოგის დანიშნულება იყო ერთი და იგივე მოქმედების პრეპარატები დილას სხვა ქონდა და საღამოს ასე ჯობია რომ მიიღო, წარმოგიდგენიათ. ნუ მე არ ვიცი ხა
ესე იგი მაყურებელი არ გადავრიოთ, ესე იგი ეს რაღაცები დააშვიათად ხდება, მაგრამ ხდება. ამის წინააღმდეგ უნდა რაღაცნაირი ღონისძიებები ჩავატაროთ, რაღაც უნდა ვიმუშაოთ, ალბათ განათლებაში დევს ყველაფერი რა. განათლება პირველი ნომერი რასაც რიგის ამოცანა და მეორე კიდევ ის რომ ექიმა უნდა იცოდეს რომ ეს რაღაცებს უაკეთებს ვიღაცა შეამოწმებს და უბრალოდ უხერხულ მდგომარეობაში. ასოციაციებმა შესაძლებელია რომ ძალიან ისე შიდა ასოციაციურად განიხილონ ესეთ შემთხვევები რომ ექიმებს არ უნდა იკადროს. ნუ იქ საზღვარგარეთ ძნელობის გარდა კანონი მუშაობს კარგად კიდე. ასოთ ახლა ქეთიკობა ისე ყავდა ამას ინაცნობრო და მითხრა რომ პირდაპირ წლის ბოლოს გვევალება თქვენ ეთიკური კომისია ახსენეთ გვევალება პირდაპირ რომ ჩვენ უნდა დავწეროთო წლის განმავლობაში რამდენი რომელი ანტიბიოტიკი გამოვიყენოთ რომელი ფირმის ხომ არა ვართ დაინტერესებულები რომელ ფირმასთან ან წილი ხომ არ გვაქვს მაგალითად იგივე პირდაპირ პენიცილინის ქარხანას მაგალითად ხო საქართველოში ხო სამი ექიმი გაასამართლესო ესეთი საგანგებო და ყველამ გავიგეთ და ყველამ ხარ დაუჭირეთო მაგალითად იყო ასეთი შემთხვევა როცა ერთმა ექიმმა ყურადღება მიიქცია რომ ის აკეთებდა სტენტირებას იმაზე მეტად უფრო ხშირად ვიდრე ეს იყო საჭირო და სხვებისაგან ძალიან განსხვავებულად წარმოგიდგენთ ოპერაციებზე აღარ არის ლაპარაკი ოპერაციები კეთდება ხანისხან იქ შეიძლება ოპერაცია იცით ეს ჩემი გამოსtildeები და საერთოდ რო არ არის საჭირო ის რაც კეთდება და სხვა შორის ხანდახან ზარი შემოყოლა იმიტომ ჭირდება რომ თქვა ეს რა მოხდა აკე სისტემის ბრალია სისტემაა თვითონ ასე მე სულ ამბობ ხოლმე ბატონო ვახტანგ რომ ესე იგი არსად არ არის ზნეობა წინა პლანზე რეგულაციას დამორჩილება ადამიანის ქცევა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულაცია უნდა იყოს და სად არის ეთიკაც ყველას ეთიკა თავისთავად ჩვენთან არის და უნდა ვატაროთ მაგრამ მეორე როცა ეთიკას ცილდება ადამიანის აქციებით უნდა გქონდეს რეგულაცია რომელიც ყველასთვის ერთნაირი იქნება გამორჩეული კუთხეები აქ ალაგ-ალაგ კი არა ყველასთვის ერთნაირად რო გავრცელდება მაშინ იმუშავებს ეს კიდე ერთი პრობლემაა აი ამ საკითხთან დაკავშირებით ახლა ქირურგებს შევეხები ხო ქირურგები არიან გამომუშავებაზე. ეს დაუშვებელია. ქირურგი არ უნდა იყოს გამომუშავებაზე. ქირურგს უნდა სტაბილური კარგი ხელფასი ჰქონდეს თავის ცენზისგან გამომავალი. და მოიქცევა კორექტულად. ეს ქირურგი იძულებულია, როცა გამომუშავებაზე რაღაც ეშმაკი დაждდება მარცხენა ბეჭდზე თუ მარჯვენა ბეჭდზე, ხო და უკან ნახებს, ვიცი რა, აი შენ შვილს ისჭირდება, ეს სჭირდება და იქ სადაც შეუძლია რომ აიცდოს ოპერაცია, ხო? ეხლა მე არ დავადანაშაულებ, რა თქმა უნდა. ქირურგს არავითარ შემთხვევაში ცხოვრება აიძულებს რომ აი ამ კომპრომისზე წავიდეს თავის სინდისთან. არ უნდა უწოდეს ამაში აბსოლუტურად გეთახავით, მაგრამ აი დაუშვებელი საზღვარგარეთ არ არის გამომუშავებაზე ქირურგები, ხო? იმათ აქვს ბონუსები, ვინც მეც აკეთებს ოპერაციას, მაგრამ ის ხელფასს ღებულობს. იცის რამდენს მიიღებს თვის ბოლოს. ამიტომ უნდა გათვლილი იყოს რამდენი ქირურგია საჭირო, რამდენი საწოლი ასე შემდეგ, ბევრი რაღაცა გასალაკი. ძელი გზაა გასავლელი კი. ძალიან ხარისხიან მედიცინა ძალიან დიდი საფაშორებს სამწუხაროდ. თუმცა გვაქვს ლაპარაკი. ალაგ-ალაგ მაღალკვალიფიციური მომსახურება. იჭერი ხალხი ვარ, ძალიან იჭერი ხალხი ვარ, მაგრამ სისტემა გვჭირდება ისეთი, რომ ყველაფერი დაფასდეს ღირსეულად. კი, დამსახურებულად. რეგულაციება იმუშაონ. ბატონო ვახტანგ, ეხლა დაუბრუნდეთ უშუალოდ ჩვენს პრაქტიკულ საქმიანობას. სეზონი და რა სიტუაციაში ვართ დღეს. სხვა შეს მინდა პირველ რიგში გკითხოთ, რომ აი როგორ გადავიარეთ, თქვენ როგორ უყურებთ კოვიდის პერიოდი და რა დაგვიტოვა კოვიდმა? კოვიდი საერთოდ კოვიდი რა იყო, რა უნდა კოვიდ ჩვენგან და ვერ გავიგე მე მქონდა კოვიდი და ვილაპარაკეთ ახლა აქ ერთი თვე ვიწექი ჟანგბაძე და ესე იგი ხალხი ტიროდა უკვე ალბათ გაიარეთ მიჯნაზე. დავკარგავთო ასეთი ისიც იყო ეს კოვიდი ეს დაიწყო მაშინ როცა კიდე არ იყო აცრები და რაღაც ეს კოვიდი გავიარეთ მაგრამ ბევრი დატოვა კუდები დატოვა ბევრი ფიბროზები დაგვიტოვა რომელიც ფაქტიურად უმართავია და მათი ამ ფიბროზების კურნალობა ჯერჯერობით კარგადაც არ ვიცით ბევრი შეამცირა ესე გესა ყველაფერი მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ვთავდებით ბევრი ფიბროზები. რაღაც მე პროგრამაშიც ვარ ფიბროზების საერთაშორისო პროგრამაში და ესე იგი რაღაც ზოგადად ესია ძალიან ბევრი ფიბროზი. ეს დაგვიტოვა კოვიდ. ხო, რაც ეხება სეზონურს, ეხლა დღეს სეზონი არის აი დღეს მქონდა 25 პაციენტი მივიდა აქედან წარმოვიდგინეთ რომ ნახევარი იყო ყივანახველით პაციენტი. ხო, ეს რაღაც უცნაურად მოიმატა, ბატონო, რა ხდება? ესე იგი, დაიპყროს თბილისი, საქართველოს. ესე იგი, უამრავი პაციენტი, მაგრამ აქვს ყველაზე
საინტერესო ისაა, რომ დიაგნოზი არის მევა დროზე. რატომ არის მევა დროზე? აი, ლაპარაკი გქონდა ჩვენ ინტუიციაზე, ექიმის განათლებას და ასე შემდეგ. მოდის პაციენტი სამავთობოში რეპრიზით. კლასიკური რეპრიზა არის, აი კლასიკური რეპრიზა, ესე იგი, აი არ შეიძლება რომ ესე იგი ეს ვერ შენიშნო, ანუ გამოკითხა პაციენტს და არ შეიძლება რომ არ მიხვდრო ეს რეპრიზა. ესე იგი ყივანახველის დროს, მაგრამ ვიღებენ ანალიზში არ გასტურდება, ესე იგი უარყოფითი ტესტია, ხო? ესე იგი ავტოპი ეწელება სამავთობოდან არა გაქვს თქვენ კოვიდის სახში იმპლანტ ამ დროს, ესე იგი ის იმდენ რთული მძიმე ფორმა აქვს, რომ ესე იგი გოლდებას გააკავენ ხშირად ხველის დროს. აი და აი დიაგნოზი არის მოსწორ. და მკურნალობა არ არის ისეთი რთული ამ პაციენტების რამდენი პრეპარატი ჭირდება და და რატომ ეძებენ კოვიდს ამ რადგან ხველა აქვს იმის გამო? ხველა იწყება, ესე იგი აი პაციენტები ძახით ვიგუდებით ისე ვახურეთ ეს. და რატომ მიდის რეპრიზა რა არის ხველის შემდეგ შესუნთქვა უჭირს პაციენტს და აი ამ დროს რომ ვერ შეისუნთქავს, კარგავს გონებას გიპოქსიას. და რატომ მიდიოდა თქვა აი ფიქრი რომ შეფეყება ნახევა ყოფილიყო თქვა? ანალიზში არა მოვიდა ყივანახელა. ტესტში არ მოვიდა, ტესტები ხო გვაქვს ჩვენ, მაგრამ არ ვიცნობ თუ არის ესე იგი ეგრეთ წოდებული სულ დადებითი და სულ არყოფითი ტესტები, ხო სწორია ეს ჩვენ ხო ვიცით ყველაფერი, მაგრამ რატომაც ეს ხდება. ეხლა სეზონია და გამწვავების რატომ მოიმატა ყივანახელის რაოდენობაში? არ ვიცი, ესე იგი ეს მარტო ჩვენთან კი არა, ამერიკაშიც არის. ამერიკაშიც კოვიდის ყივანახელის ეპიდემიაც აიღო და ამერიკელები საერთოდ ამ დაავადებას ეძახიან 100 დღიან ხველას. ანუ ეს აუცილებლად 100 დღე. მე რომ მოდი ეს პაციენტი ერთი თვის განმავლობაში ახველებს, ადრე არ ახველებდა, აქ დამახასიათებელი რეპრიზები და ნიშნულებას ვაზრებ და ვაწყნარებ. ვეუბნები თქვენ არ იდერვილოთ, კიდე 2 თვე უნდა დაახველოთ. 2 თვე კიდე გეკნევთ, შეიძლება 3 თვე. ხო, მაგრამ ეს ხველა როგორი შემაწუხებელია? არა, უნდა წამალი უნდა დაინიშნოს, უნდა მედიკამენტები უნდა დაინიშნოს, რომ ესე იგი ჩვენ არ შეგვიძლია მოვაცილოთ, მაგრამ დაურბილებთ. ესე იგი ხველას და თვითონ აი რაშია პრობლემა აცრების არარსებობაში, აი ეს არის აი თულის საკითხი. ამაზე ჩვენ რა თაობა რა ასაკის პაციენტებში მოდის ეს ყველაზე უფრო ხშირად? სპეციალურებში ძირითადად, ბავშვებში არ არის. თუმცა ამერიკელები აი უფროსებში თაობა სანამდე ტარდება ინტენსიურად ეს ვაქცინაცია თუ ვაქცინაციაზე ვაქცინირებული აკადემიის ვაქცინაცია ტარდება და ჩატარდება ხო იქ ამ ყივანახელის აი ხა რაღაც გეპები იყო მითხრეს ბაბას ისე ხო არ არის რომ თქვა აი გაპარული არა ვაქცინირებული პაციენტები არა? არა ეს ამდენი გაპარული არ შეიძლება რომ იყოს უბრალოდ იმუნიტეტის შტამი შეიცვალა რაღაცა შეიცვალა ამ შტამში ალბათ ეს ეხლა ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა ჩუტყვავილა ორსულებში. და დიახ. რომელმაც აი სტრატეგიული სიტუაციას. შტამი იცვლება, იმუნიტეტი კი გვაქვს, მაგრამ ის უკვე ვეღარ ერევა. ეხლა თვითონ ეს ორსულობა იმუნოდებრესიაა ფიზიოლოგიური თავისთავად, მაგრამ იმიტომ მიდის ხოლმე და აი თქვენ შემთხვევაში საერთოდ თქვა იგივე რესპირატორული დაავადებები ორსულებში როგორ მიდის ხოლმე? ну ესე იგი არ განსხვავდება მაინც და მაინც რაღაც განსაკუთრებული მიმდინარე. მაგალითად სულ ვურჩევ ხოლმე რომ გრიპზე ორსული აუცბად უნდა აიწრას. ეს თავისთავად. ეს იმიტომ რომ მაინც იქ ევაკუაცია შემცირებულია განსაკუთრებით მაღალი ვადის ორსულობის დროს და ამიტომ ესე ყველა შემთხვევაში ვფიქრობ რომ ყველგან გადაიკვეთება ახლა 9 თვის განმავლობაში თქვა ხო ორსულებში რა თქმა უნდა იმუნიტეტი დაქვეითებულია და რა თქმა უნდა უფრო მეტი დაავადებები გამოყოფს თავს. ინფექციური და რესპირატორული რა თქმა უნდა ვიდრე ჩვეულებრივ პაციენტებს, მაგრამ მაინც და მაინც დიდი განსხვავება არ არის ჩვენთან რესპირატორული დაავადებების თვალსაზრისით. ეხლა ძალიან სეზონურია ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება. პაციენტები მოდიან და მოდიან. მიუხედავად იმისა, პროგრამები არსებობს, მკურნალობის ყველაფერი, მაგრამ მაინც ესე იგი აქაც ძალიან დიდი პრობლემა. რატომ? მიზეზი, მთავარი მიზეზი საქართველოში ტოტალურად ყველა ეწევა თამბაქოს. ყველა ეწევა თამბაქოს. ესე იგი, უბრალოდ მე გაოცებული ვარ. მე თვითონ ვეწევოდი, მაგრამ მე მოდის გულისთვის ვეწევოდი. არა, მე გაზე ვარ გაოცებული. ხალხი ესე იგი რაღაც არჩევს ჯანსაღ საკვებს და 24 საათი სიგარეტი უყურებს. ეს ხუბოდაში აღარ არის.
ეს არის ავადმყოფობა. ადრებოდაში იყო, კიდეებშიც იყო ეს. აი, თითებით როგორ დაიჭირეთ. ეხლა ეს პირიქით ზანცუდი ტონია და გოგონები, ქალები. გოგონები ძალიან. ტოტალური სიტუაცია. ამიტომ იბატებს საქართველოში ამასთან ერთად ფილტვის კიბოს. სიხშირე. ეს არის საშინელი ეპიდემია საქართველოს თუ შეიძლება ესე დავარქვათ. დღეში 3 კაცი მოდის ჩემთან პირადად. 3 კაცი ფილტვის კიბოთან უკვე ისეთი ფორმა რომ ვერ უშველი. ოპერაციას ვეღარ გაგდებ. კურნალობაში ოპერაცია პირველად. გვიან დგება, ესე იგი, გვიან მოდია, დაგვიანებული დიაგნოსტიკა უკვე შორსასული ფორმაა. გვიან ხდება ეს დიაგნოსტიკა. როგორც ჩემთვის ცნობილია, არა აქვს სიმპტომატიკა, არ ჩნდება. როცა სიმპტომატიკა ჩნდება, უკვე გვიანი. ძალიან გვიანია. უკვე სადღაც უკვე მესამე სტადიაზე მისულია და მესამე სტადიაზე. და ეს სიმპტომატიკა ყველა. ყველა ეწევა ყველა ახველებს. აი მოდი შეთა მე ჩოლივერთ ვახველებდიო. აი როგორც ყველა წეველი და ამ დროს უკვე სიმსივნე აქვს ზარმაზარი. და აი გონია რომ ეს იმიტომ ახველებს რომ ქრონიკული ობსტრუქცია. ეხლა რადგან მაგაზე მოვაქვთ ხოლმე პასუხი რომ ბაბუო ჩემი, ბებია ჩემი ის ეწეოდა 200 სვავდა და აი ხო არის ეს აგეუბნები. კარგით რა ეხლა ის არ ეწეოდა არ სვავდა ის და მოკვდა 60 წელს და აგერ ბაბუო ჩემი 120 წელს გადა. აი ეს პასუხი რო გაქვთ ხოლმე. ეს განათლების ბრალია. რა თქმა უნდა. ნუ აი ეს დღეს მქონდა ასეთი საუბარი ზუსტად. მეუთხარი წარმოედგინე შენ ზიხარ ბანქადაში და მიდიხარ 100 კილომეტრით საათში და ჩახვედი კი ბატონო. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კიდე ეს ვიღაცა ბანქადა იყო რომ 100 კილომეტრით საათში მიდიოდა და არ დაეჯახა ასე რა ქვია სტოლბასთან. ანუ სიხშირეს აქვს მნიშვნელობა და არა ინდივიდუალურ შემთხვევებს. და ყველაზე სიხშირე ნამდვილად მოიმატა სიხშირე. ბატონო, ხშირად ამბობენ რომ ადამიანი რომელიც ძალიან წეველია და ძალიან ბევრს წევა დღის განმავლობაში არ შეიძლება რომ მან თლიანად დაანებოს მოწევას თავი. ჩემთან ბევრი მოდის და იცით რაო ბატონო ვახტანგაი ექიმა მითხრა არ შეიძლება დაანებება. ეს სერიოზულად ზოგი ექიმი ეუბნება არ შეიძლება უცბად დაანებება. ეს დიდი სისულელეა. კი, მე პირადად ჩემ გამოცდილებად მამაჩემს მაგალითად ოპერაციის შემდეგ საერთოდ დაანებებული ქონდა თავი და მე თავის აკაურმა ექიმა უთხრა რომ კაი კაცო მაგათ დასუჯერება უარესია რო არ მოძიეო. კი ბატონო. ესეც იგივეა საკითხი. მე ჩავთვალე რომ ამ ადამიანმა ურჩია იმიტომ რომ ფიქრობს ეხა 80 განაცილებულია ეხა დიდი ამბავი თუ მოწევს ეხა არ ვიცი ეხა ეს როგორ უნდა ურჩიო ადამიანს გადაჩვეულს რომ კიდე დაიწყებს მოწევა. მე ვფიქრობ დანაშაულია ჩვენს დარჩეს. ოფიციალურ რასაკვირველია. ესე იგი მე თვითონ ვეწეოდი დიდხანს. და ერთ დღეს დავადები. და ეს იყო სირთულეები აი ამას არავითარი სირთულე არ არის უბრალოდ ეს ამოისუნთქეთ იცით მე რას ფიქრობ ხოლმე ხშირად რომ თქვენ არ იწევოდით არასოდეს სამწუხაროდ არ ვეწეოდი არა სამწუხაროდ საბედნიეროდ იცით ჯერ მე სულ ვიზახი ხოლმე რომ ვერავის ვერ გამიკითხავ იმიტომ რომ მე ისეთ გარემოში გავიზარდე რაღაც ისოლაციაში რომ ჩემს გარშემო რაღაცა ღვთისგან მოგეცემა ადამიანს ვისა გავიარე რომ წეველებიც არ მყავდა ბევრი ირგული მე უხოც რომ ამჩემი ეწეოდა სახში მე თქვა დედა არ ეწეოდა ჩემი მეგობრები არ ეწევა აი წრე იყო ისეთი რომ მოდური არ იყო ჩვენთან მოწევა ჯანსაღი ცხოვრების წესი უფრო იყო და მეორე რამდენი შევეხე სიგარეტს ერთი ორი თქვა აი ამას ფორთოხლის გემოაქვს იმას ვაშლის გემოაქვს რაღაც იმედად საშინელი წყლარტე გემოქონდა და ფილტვს არ მისულა რომ 2-3 წელობის შემდეგ უკვე მე მოარი ვთქვით რომ არანაირად და კატეგორიულად ვერ ვიდან როცა ქალს აქვს ნიკოტინის სუნი მე არ მიყვარს ეს ახლა არ ვიცი ამის სიამოვნებს და ვისარა მაგრამ ჩემთვის ეს აბსოლუტურად წეველის სულს ეს საფერფეს საკოცო ხო ეს გამონათქვამია არ ვიცი არა მე ვამბობ ხოლმე კიდე რომ მე არ მიმაჩნია რომ მე ისეთი უნიკალური გენეტიკის მატარებელი ვარ რომ კანი ხალის სილამაზია კანი ჩხილი თმა თვალის კლერა და ეს ყველაფერი რო ირევა და გაუგებარი და ესე შევხედავ და ვეუბნები თქვენ რამდენი წელი ეწევით უიმე საიდან მიხვდით ხო ყველაფერი იკითხება ვირილური აქვს სახე აბსოლუტურად მე როგორც ენდოკრინოლოგი გინეკოლოგი პირდაპირ ვხვდები ხოლმე რომ აი ვირილური სახით ადამიანი დიდი ხნის მწეველია უკვე ჩამოყალიბდა და ესე დიდი ბიჭი ჩვენ საქართველოში და რამდენი პროგრამებშიც ვიყავით ანტი მოწევის პროგრამებში არაფერი ჯერჯერობით არ შველის ამას ხალხმა ვერ გაიგო თავარი არ ეს მოწევა აღარ არის მოდური. ხო, აი ეს არის თავარი. თითქოს ყველა ქართველები ძალიან მიზდება, მაგრამ ვეუბნები. სხვანაირად არ გაიგო, მარიხუანას კემაიც რო ეწევა კაცი, რაღაცა სიამოვნებს ღებულს. სიგარეტის მოწევის დროს უარყოფითის გარდა არაფერი არ აქვს და რატო ეწევით ამიხსენით?
იცით რას ფიქრობ ხოლმე ხშირად მაწყნარებს ხო ეგ უკვე ჩვევა ხო იცით ახლა როგორც არის ეგ მამნი ჩვევა რას გაქვს რაღაცა დამაწყლებელი შეცდა იცით რას ფიქრობ ხოლმე ალვეოლას ვაჩვენოთ მეტი ხათახა ფიქრობ ხოლმე რომ აი სკოლის პერიოდში ადამიანს უნდა აჩვენო ის ნატიფი სტრუქტურა რომელიც როგორ იცვლება ნუ აშება 100%-ზე არის მოქმედოს მაგრამ განათლებული და კულტურული ადამიანი მაინც ნაკლები მიეტანება ამას მეთქი ფიქრობ რა ვიცი აი ინგლისელებს ჰქონდათ ძალიან საინტერესო ფილმი გადაღებული ამის შესახებ ესე იგი ბრონხოსკოპით შესულები იყვნენ და ბრონხებში ტრახეაში ადიდებდნენ და აი ეს მოციმციმე ეპითელიუმის დონეზე ხედავდნენ და ესე იგი ამ დროს ეს მსახიობი ეწეოდა მოწევდა ერთ სიგარეტს და წარმოიდგინეთ ერთ სიგარეტის მოწევის შემდეგ ეს მოციმციმე ეპითელიუმი ჩერდებოდა ნახევარი საათი. ჩვენ ტელევიზიაც აჩვენებდა ესე იგი თვითგანწმენდის პროცესი ნახევარი საათი ჩერდებოდა ერთი სიგარეტის მოწევის შემდეგ. და ესე იგი წარმოიდგინეთ ადამიანი რომელიც ეწევა 12 სიგარეტს და გაცილებით მეც ეწევია. და 20 და 25 არ ეწევიან და ესე იგი ფაქტიურად თვითგანწმენდის ეფექტი ბრუნხებს აღარ აქვს. და ეს იწვევს ქრონიკულ ანთებას, ან ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებს. ეს ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ხო აზიანებს ფილტვის ქსოვილს, ემფიზემას იწვევს, ხო სწორია? სუნთქვა უჭირს, კიბეზე ვეღარ ადიან. და ხუმრობით ვეუბნები ახალგაზრდები რომ მოდიან. ცოტა ხანში რა სარგებლობა მოქვს მამას, ხო იცი მეთქი ფილმიდან, ხო? და ისიც იმასაც ვერ შეძლებ გააგრძელებ მოწევას, ხო? და მე ამის მერე მოდის, რა თქმა უნდა, ონკოლოგია. იცით რა, პირდაპირ ჩამონათვალში გვაქვს ხან გინეკოლოგებს, რომ ესე იგი ქალები 25 წელს ზემოთ და 20 ღერზე მეტი მწეველები. ეს უკვე უდიდესი რისკის ჯგუფია, რომელთანაც საჭირო მკურნალობას ვეღარ ატარებ, ვერ ეკარებ, იმიტომ რომ აი ხდება რისკის ჯგუფში. თან სამწუხაროა რომ ადამიანები ხო და ამიტომ საქართველოში ესე იგი სტატისტიკას ახლა ახალგაზრდები დაიწყეს სტატისტიკის შესწავლა, ნახოთ ახლა ალბათ რაღაც გამოიცემა რაღაც მონაცემები ქოდის შესახებ. ჩვენ მე მგონი პირველ ადგილზე უნდა ვიყოთ სოფლიოში. სიხშირე ქოდის აი ესე იგი ფილტვის ქრონიკულ დაავადებებს. ეს უამრავს აქვს. მე ხა უკვე ოჯახები ვიცი რომ ყველას აქვს ესე იგი სახში უკვე სპეციალური აპარატები. მესამე ადგილზე გამოვიდა სიკვდილიანობით. თავის გართულებებით. ნუ ღამის აპნოეს ხარ მოუვარდა და სახში არ დაიდე აპარატი, წარმოიდგინეთ ახლა სიპაპი უყევს ხალხს. ეს უკვე ოკუპირებას აკეთებს. დიახ. მთელი ორგანიზმის, აბსოლუტურად ყველაფერზე უარყოფითად მოქმედებს. აი მე როცა მესმოდა ხოლმე ფილტვის ქრონიკული პნევმონია ახლა ესე იგი მესამე მეოთხე კურსის დაავადებები რაც იყო ყველას სახში დაფეთებული უყურებდი ხოლმე ხო არ ახვალებენ და ხო არ ჭირთ მეთქი იმიტომ რომ ეს უნკურნებელი სცენია და ადამიანებს ეს სამწუხაროდ რა ვიცი ვენც ინფორმაცია მე მაინც საბოლოოდ ვთვლი ვახტანგ რომ საჭიროა გაცილებით მეტი ინფორმაცია ინფორმაცია ყოველწუთიერ ახლა მე დაზღვეული ეს გადაცემაც მოწევის პროპაგანდა უფრო უნდა იყოს აგრესიული უფრო აგრესიული ესე იგი ეს დღეს საშინელება ხდება საქართველოში. საშინელება. პატარა ბავშვები და აი 12 წლიდან იწყებენ სიგარეტის მოწევას. მაშინ როცა სოფლიო ანებებს ამიდორს არ ჩაიდებს პირში თუ არ გაბწქვნა. და დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა. ნუ მეცინება მე ვთქვი ერთი მხრივ ამიდორს არ იღებ, იმიტომ რომ ღვიძლი არ დააზიანო და ამ დროს მე ვთქვი ფილტვს ეხლა ელემენტარულად ვისაც ოდესმე ფილტრი გამოუყენებია მოწევის დროს. ვუხსნი და ვაჩვენებ. აი ეს ფისი რომ ალვეოლაში ამოეფინება უნატიფეს სტრუქტურაში. აი არ ვიცი ადამიანს ხათახან უღრმესი განათლება აქვს ადამიანს უყურებ უკიდეგანო განათლებულია და მუდმივად სიგარეტი აქვს. ნუ ჩვენი ფილტრები ოპერაციის დროს ფილტრს რომ ნახავთ ესე იგი რეზექციას და ოპერაციას ვაკეთებთ ფილტრზე აი უნდა ნახოთ თვითონ ვინც ეწევა რას გავს ის ფილტრი. ამ მდგომარეობაში არა ეს პრეპარატები ხანდახან უნდა გამოვიტანონ და ვაჩვენოთ ხოლმე. აუცილებლად. ის რომ იმას იცით როგორ არის კოლოფზე როა მაგად გონიათ რომ ეს მე არასოდეს არ მომივიდა. საერთოდ ადამიანის ეფექტობს ეს მაგაზანი. არ ჯეროთ უცუდი. ხო ეს მითებით ცხოვრობენ კი. შემდგომ ძიმე აუტოფებს დაავადებებია კიდევ ვფადლო ახლა ესე ჩვენ თვითონ სიმსივნე ძალიან ბევრია ფილტვის ქრონიკული უკმანისობა ძალიან ბევრია.
აი კიდევ რა არის ეფელტის მიმართულებით თქვენ რას ფიქრობთ? ქრონიკული სხვა ქრონიკული დაავადებები, ბრონხიტები ძალიან ბევრია. ეხლა ფქოდი და ბრონხიტი ცოტა განსხვავდება ერთმანეთზე. ბრონხიტი მე გადადის ფქოდში. კი, რასაკვირველია მძიმება. ბრონხიტები ძალიან ბევრია. ალერგიული პრობლემები ძალიან ბევრია ჩვენს მოსახლეობაში. რო იცვლება ფლორა და ფაუნა ძალიან მეუბნებია რომ ეს დაბინძურებას ჩვენი ქალაქი ხო დაბინძურებულია. საშინელება ხდება. ამდენი საცობებია, საცობში ხო მანქანა გამოყოფს. შხამს. ეს ერთი მხარეა და აი ხალხი რო წავალ ჩემთან დიღობში ხო რამდენი 1 საათი მაინც მოვინდობ საცობებში და რამდენი გამონაბოლქვი იქნება. უამრავი ადგილი ამ დღეს ფიქრობდი რომ სად შეიძლება გაიაროს ადამიანმა ხანდახან აქტიურად აი იმის ადგილიც კი არ რჩება თუ გაიარა ისეთ ჩაისუნთქავს ჯობია რომ სახში იყოს არ გაიარო კოვიდის დროს ისეთი სულთა ჰაერი იყო თბილისში ვარსკვლავები გამოჩნდა თბილისში ვარსკვლავები გამოჩნდა ეს იყო ყველაზე მაგარი გიჟდები ცაზე გადიხარ თბილისში და ყველაზე კარგი ის არის ცაზე ვარსკვლავებს ხედავთ მე გამოჩნდა მაშინ ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი ჩვენ ბევრ თემას შევეხეთ ვახთან ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში სტუმრობისთვის ძალიან საინტერესო საუბრისთვის მე მინდა გისურვოთ ძალიან დიდი წარმატებები მხნედ ყოფნა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანის იმედი ხართ და მე ვფიქრობ რომ მაგალითიც უნდა იყოთ აი თქვენ სწავლების როგორი უნდა იყოს და ესე იგი პატარა ბიჭებს ვაიძულებ ივარჯიშო განებულ თავის სიგარეტა ტელეფონი აიღო ხოლმე ყოველთვის აი ეს თავისთავად ეს არა ჩემი ექიმები აი ჩემი ვინც არის ჩემი ბიჭებს ვეძახი ჩემი ახალგაზრდა კადრი ნამდვილად კაი ბავშვებია კაი ექიმები არიან როგორც ექიმები და პიროვნებები და მოხდა ზნეობა არ იქნება ზნეობა ჩემთან იქნება საქმე და სლოჟდეში მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. გაიხარეთ. და ვიმედორო რომ ჩვენ კიდე შევხვდებით ესე იგი ჩვენ სტუდიაში. იმედი მაქვს. მე მეგობრად პულსთან და მეგობრობთ. მე კი დავაშვიდობებით შეშტოელე მაყურებლებს. მე ვფიქრობ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო კოლეგა წარმოგიდგინეთ და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდეთ. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას. რამე თუ ექიმამდე არ უნდა მივიყვანოთ საკუთარი ჯანმრთელობა, მაშინ არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეს უნდა გაიაზროს ყველა ადამიანმა და მის გარშემოც გახდეს მაგალითი სხვა მისთვის ახლობელი ადამიანებისათვის. გემშვიდობებით საუკეთესო ცხოვრებით, რომელ შეხვედრამდე. ყველაფრის კიდევ შეიძლება ჯანმრთელობის გარდა. ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეთ. ნამდვილად ესეა. და სიგარეტს თავი დავადებოთ. ვინც ეწევა. ნამდვილად გეთანხმებით ბოლომდე. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. კარგად გრძელდებოდეთ.